ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ, საერთო გაშლა და საერთო ყოველთვის არ ემთხვევა კიდე ერთხელ ვიმეორებ და ბევრჯერ ვიმეორებ ამას, მაგრამ მაინც რატომღაც კომენტარებში იმას მიწევთ, რომ ეს გაშლა ჩემთვის არ არის. მეგობრებო, რეალურად შეხედეთ საერთო გაშლებისთვის ვიძლევი საერთო ინფორმაციას. პირადი გაშლა უფრო ზუსტი და 100%-იანი ენერგეტიკული კითხვით, ვისაც გაინტერესებთ, პირადში მომწერეთ და იქნება ეს უკვე თქვენი პერსონალური გაშლა. ასე რომ საერთო გაშლებში მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ენერგოცვლა თქვენი ჩადოთ, თქვენი მხრიდან ლაიკების, გულების, გაზიარებების თუ რა ვიცი, რის სახითაც შეგიძლიათ აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღოთ ჩემგან ის გაშლები, რაშიც მე ჩემ ენერგიას ვდებ თქვენი მხარდაჭერაც ჭირდება ყველა ვარიანტში. კონკრეტულად ეს გაშლა არის თემაზე, გამოვა თუ არა თქვენი პარტნიორი საერთოდ კონტაქტზე და დაახლოებით ვარიანტი პერიოდული თუ მოვასწარი, რაც მე 10 წუთი არ მყოფნის ამ ვიდეოებში და თუ მოვასწარი, მაგასაც გაგაგებინებთ, ასე ვთქვათ, რა პერიოდში უნდა ელოდოთ დაახლოებით თქვენ პარტნიორს. პირველ რიგში იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში, მოდი ეს გავიგოთ. მეშმაკია მეჩვენებენ. მე-15 მაღალი არკანი ეს არის ძალიან რთული ურთიერთობა, ძალიან ენერგო გამომფიტავი ურთიერთობა, ძალიან ფიზიკურ შეხებას თუ გქონიათ და გაქვთ ამ ადამიანთან, ეს არის იდეალური სექსუალური კონტაქტი, 18+ არის გაშლა პირდაპირ გეუბნებით და დაბალი კატეგორიის ადამიანები მასქროლით, იმიტომ რომ თქვენზე არ იქნება, ეს არის კარმული თქვენი პიროვნება კალოდის სტილში მე-20 მაღალი არკანი, რომელიც კონკრეტულად კარმა და ბედის კარტია, ასე ვთქვათ, რომელთან ურთიერთობის აღდგენასაც მაღალ ძალებს თქვენ თხოვთ, მოდი ესე გეტყვით, დიდი ალბათობით და დიდი, ასე ვთქვათ, გამოცდა ამაში საჭირო არ არის, იმისი რომ ამ ურთიერთობისთვის მაღალ ძალებს თხოვთ მის დაბრუნებას თქვენ ცხოვრებაში, ამ ურთიერთობის განახლებას, ამ ადამიანის გარეშე გამოფიტული ხართ, არც გართობა გინდათ, არაფერი არ გინდათ. გინდათ რომ ეს ადამიანი ფიზიკურიდან, სულიერიდან ყველანაირად თქვენ გეკუთვნოდეთ, მისი აზრები, მისი გონება, მისი გულისცემა, მისი ფიზიკურობა, სიამოვნება იქნება ეს თუ ერთად სიარული, თუ ერთად გატარებული რაღაცა ნებისმიერი წამი, რომელსაც მასთან ატარებთ, ასევე დამოკიდებული იყოს თქვენზე, იმიტომ რომ თქვენ ხართ მასთან ძალიან დიდ დამოკიდებულებაში. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკით ეს არის დიდი დამოკიდებულება, ემოციური. ეს არის ადამიანი ფიზიკურ დონეზე თუ ვიტყვით, შესაძლებელია მას გეტყვით თქვენ პარტნიორზე მოქამ ამ შემთხვევაში საუბარი და ყველასთვის საერთო გაშლაში ასე არ იქნება, მაგრამ ნაწილისთვის დეტალებს ვიძახი ხოლმე, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია გაშლა. ფიზიკურ დონეზე შესაძლებელია ცოტა მხარბეჭიანი, ქალბატონებისთვის ვიძახი, გაშლა ორივე სქესისთვის არის. ცოტა მხარბეჭიანი, ცოტა სპორტულ აღნაგობას უფრო მიესადაგება მისი აღნაგობა სიმაღლით, საშუალო სიმაღლის ან ოდნავ მეტი. არ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა კალადბრუთელის სიმაღლის გარეგნობის არის, მაგრამ საერთო გაშლაში ესეც არ არის გამორიცხული. მისი, ასე ვთქვათ, დახვეწილი და რაღაცნაირად ჩამოყალიბებული სახის ცხვირი პირი, თვალები, ასე ვთქვათ, ძალიან მიმზიდველი და ძალიან ხელით ნათალივით ჩამოთლილი, ასე ვთქვათ, დახატულივით ადამიანია, ვერ ვიტყვი რომ ულამაზესია და მაინდა-მაინც რაღაცა ბრედ პიტია თქო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტის არ ვადარებ, ფერებში შეიძლება იყოს უფრო მოშაო, უფრო ქართული გარეგნობის, მოდი ესე ვთქვათ, ყავისფერი, შავი, უფრო წაბლისფერ ფერებში, მისი თმისფერი, თვალები შეიძლება იყოს ღია ფერის, უფრო ცისფერი, სერი, მომწვანო ამ ფერებში გარდამავალი, მაგრამ საერთო გაშლაში ყველასთვის ასე არ იქნება, რასაკვირველია. შესაძლებელია ადამიანს უკვე მოზრდილი აქვს თმა, ან გეგმაში აქვს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი ვარცხნილობის შეცვლა და მოზრდა მისი სტილისტიკის და თმის კონკრეტულად შეცვლა. ადამიანი, რომელიც თელ თავის ემოციას დებს თქვენთან, როცა არის და ფიზიკურად ეს არის მაქსიმალურად ძალიან კარგი შეწყობადობა თქვენი ფიზიკურ დონეზე თუ ვიტყვით და სექსუალურ დონეზე, ადამიანი, რომელიც შეიძლება გაგდებთ დეპრესიაში, გაგდებთ გაქანავებთ, აი ესე მოდი ესე ვიტყვი, ემოციური
ბალანსი არ შეიძლება რომ ამ ადამიანთან გქონდეთ, გაქვთ ტალღები, აი ძალიან კარგი ემოციებიდან ძალიან ცუდ ემოციებამდე გადაყევხართ ამ ადამიანს და ეს ამ ადამიანის ბრალი არ არის, ეს მაღალი არკანი ეშმაკი, რომელიც არის ასე ვთქვათ ცდუნებების, ასე ვთქვათ დეპრესიის, ასე ვთქვათ ბიჯაჭვულობის, ყველანაირი დაბალი ვიბრაციების კარტი. შეიძლება და ალკოდამოკიდებულებაში გაგდებთ და პერიოდულად უნდებით მას ყველა ორივე სქესზე ვიძახი. საშუალო სქესზე გაშლები არ მაქვს, შეგიძლიათ არ უყუროთ საშუალო ადამიანებმა. ჩემთვის ასეთი ადამიანები დედამიწაზე არ არსებობ, მან პირდაპირ გეტყვით, კიდე გეწყინოთ პოლიტიკურად თუ სუბიექტურად, თუ რა ვიცი, ჩემი გათვლებით და ჩემი გაშლები არსებობს მხოლოდ ორ სქესზე, მამაკაცზე და ქალზე, მოდი პირდაპირ გეუბნებით. გინდათ ახლა კუტრების სიაში გამომაცხადეთ, როგორც ხვებს აცხადებთ საშუალო სქესის ადამიანებზე მაქვს საუბარი, გინდათ უბრალოდ კომენტარები დამიწერეთ, ან დამბლოკეთ თქვენი ნება, აბსოლუტურად არ მაინტერესებს. ადამიანი, რას ვიძახდი, გაგდებთ ყველანაირ დამოკიდებულებაში მის მიმართ ფიქრი, უძილობა, დეპრესია, ალკოდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, სათამაშო დამოკიდებულება, ყველაფერში გაგდებთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ამ ემოციურ ფონში არ გაიხლართოთ, თუმცა უკვე გახლართული ხართ, მინდა გითხრათ მე-15 მაღალი არკანი და ეს თქვენი ბრალი არ არის, არც ამ ადამიანის ბრალი არ არის, მაგრამ ასე მოიტანა, მოდი ესე ვთქვათ, სამყარომ რაღაცა გამოწრთნის და თქვენი ფსიქოლოგიური გამოცდილება, კი არა, ესეთი მომენტი გაქვთ, აი რაღაცა გამოცდა უნდა ჩააბაროთ ცხოვრების წინაშე, რამდენად გაუძლებთ ამ ემოციურ ფონს, ამ მიჯაჭვულობას, ამ დაშორების მომენტი თუ გაქვთ და სიჩუმის მომენტი, აი ამ სიჩუმეს აი რაღაცნაირ გამოცდას აბარებთ ერთგვარს სამყაროს წინაშე. თუმცა ეს ადამიანი სამყაროსგან არის თქვენ ცხოვრებაში, იქნება თქვენი მეუღლე თუ არ იქნება. საჭირო იყო ყველა ვარიანტში, იმ საჭირო კონკრეტულ მომენტში, როცა გამოჩნდა. თუნდაც თქვენი მაღალი ემოციური ფონის შესაქმნელად და რაღაცა ბედნიერების მომენტების შესაქმნელად, რომელიც შეიძლება იმ მომენტში ძალიან ნოლზე გქონდათ ან ნოლის ქვევით და ამ ადამიანმა ასე ვთქვათ მოგიყვანათ გონზე და ემოციურად რაღაცა ცხოვრებისკენ მოგაბრუნათ, ასე ვიტყოდი, ყველას გექნებათ საერთო გაშლაში თქვენი, მაგრამ ეს არის თქვენი კარმული პიროვნება, ვიზეც ლოცულობთ, ვის გზაზეც ლოცულობთ, რომ შვიდათ იაროს, რომ ყველაფერი დაალაგდეს, რომ დაბრუნდეს თქვენ ცხოვრებაში. მოდი გავიგოთ ახლა დაბრუნება თუ არა ეს ადამიანი. თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა, არც ერთგვარი არ დაგეზაროთ ლაიკები, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ჩადებული ენერგიების და სითბოს და სიყვარულის გამოხატულებისთვის. დაბრუნება თუ არა, პაშ პენტაკლი ამოდის, მეფე პენტაკლი და ცხრიან პენტაკლი. უფრო აქ არის ემოციური ფონზე მეტად შექმნილი თითქოს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მომენტი, თითქოს ეს ადამიანი რაღაც ახალი ბიზნესი დაიწყო, ახალი საქმიანობა, სტაჟირებას გადის, ახალ სამუშაო ადაპტაციას უნდება თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ პაჟიდან ძალიან კარგად უღებს ალღოს და გადადის პრინცზე კი არა, უკვე პირდაპირ მეფეზე. მისი გამომუშავება ძალიან მალე შეიძლება ასე ვთქვათ, დადებითად წარისახოს მის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით, მის დაწინაურებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე მაღალ საფეხურს მიაღწევს თუ ვიტყვით ფინანსურ მხარეს ან მის დაწინაურებას სამუშაო სფეროსთან დაკავშირებით, როცა აი რაღაცა ფინანსურ, ასე ვთქვათ, პირველ სარგებელს მიიღებს, პირველ დამატებით ხელფასს მიიღებს, პირველ მომატებულ ხელფასს მიიღებს და ამ სტატუსის მოსავალს მიიღებს ცხრიან პენტაკლით და ამ ყველაფერს მიიღებს ყველა ვარიანტში, რამდენ ხანში იქნება ეს დაახლოებით. ну შეიძლება ზოგისთვის იყოს 9 კვირა ან ცუდ ვარიანტში შეიძლება 9 თვემდე გაიზარდოს ეს ყველაფერი ცხრიან ჟეზლით, მაგრამ ამ ყველაფერს დაინახავს ადამიანი და ხელს მოკიდებს, რომ აი თავის ნამუშევარი და დღე-დაღამე გამოდმებული შრომის შედეგი უკვე მიიღო, მზად იქნება ეს ადამიანი და მიხვდება იმ ყველაფერს, რომ არ უნდა დაკარგოთ, რომ უნდა გამოვიდეს თქვენთან ემოციურად და ფიზიკურად მდგომარეობაში, თქვენზე ძალიან ბევრს ფიქრობს. დიდ ტრანსფორმაციაში ეს ადამიანი ტრანსფორმირდება მისი მსოფლმხედველობა და გრძნობას თქვენთან მიმართებაში, მაგრამ მუშაობაზე გადააქვს მისი ყოველდღიურობა, მისი ყოველდღიური ემოციური ფონი თითქოს ამაში იხშობს, ასე ვთქვათ, მის დროს და სამუშაო რეჟიმს, მაგრამ არის ძალიან დიდი შანსი იმისი, რომ სულიერად ამაღლებას მიაღწევს აი ფინანსურ სტაბილურობასთან შემთხვევაში და ახალი ეტაპით გამოვა თქვენთან. ახალი ეტაპი ეს შეიძლება იყოს ერთი თვე ან